მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი საჯარო გაშლა, რომელიც მე თქვენთვის მოვამზადე თემა არის ბუმერანგი არაკეთილის მსურველს, ბუმერანგი მტერს, ბუმერანგი ბოროტ ადამიანს, რომელმაც თვლით რომ უსამართლოდ წაგართოთ, გული გატკინათ, შეეხო თქვენ სამყაროს ნებისმიერი ასეთი ადამიანი შეგიძლიათ ახლა თქვენ ჩაიფიქროთ. ჩვენ ვნახავთ ამ ადამიანების ახლანდელ მდგომარეობას და ვნახავთ თუ რა ბუმერანგი მიიღო ადამიანმა ამ ცუდი ჩადენილი საქციელისათვის თქვენთან მიმართებაში. მაშასადამე ბუმერანგი არაკეთილის მსურველს აი რასა, ძალიან კარგი. ბუმერანგი არაკეთილის მსურველს პირველი ვარიანტი, ბუმერანგი არაკეთილის მსურველს და მეორე ვარიანტი. ორი ვარიანტი გვექნება მხოლოდ ორ ბუმერანგს განვიხილოთ. პირველი ვარიანტი ეს იქნება ციტრინი. მეორე ვარიანტი ეს იქნება წითელი იასპი. ახლა დახუჭეთ კარგად თვალები, დაინახეთ ეს თქვენი არაკეთილის მსურველი. თუ კი ორი ყავთ ასეთი, მეტი ვარიანტი არ გვაქვს ახლა. შეგიძლიათ ორივე ვარიანტი გამოიყენოთ, გადაანაწილოთ თქვენი არაკეთილის მსურველები. ხოლო ვისაც ერთი გაინტერესებთ და კონკრეტული, დაინახეთ ამ კონკრეტული ადამიანის სახე და როდესაც თვალებს გაახელთ, აუცილებლად მინერალი დაგიძახებთ იმ კონკრეტული ადამიანის ვინაობით. მაშასადამე დააპაუზეთ ეკრანი, ვინც ვერ მოასწრო, მე ვიწყებთ ვარიანტი პირველით. ციტრინი. აბა ვნახოთ რა მდგომარეობაში ახლა ამ მომენტში თქვენი არაკეთილის მსურველი. იმპერატორი ქალი ამოვიდა, ეს არის თუ კი არაკეთილის მსურველი ქალი ჩაიფიქრეთ, ეს არის ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს ძალაუფლება, ეს არის ქალი, რომელიც გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება მოიპოვოს, ეს ძალაუფლება მიიღოს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ამ მომენტში და ზოგადად თუ რამდენად ეფექტურად, მოდი ასე ვთქვათ, გამოიყურება საზოგადოების და სოციუმის წინაშე, ხო? ასე რომ სიგნიფიკატორი ამოვიდა. და ვნახოთ რეალურად რა ხდება ამ იმპერატორი ქალის ირგვლივ. რა ხდება ამ იმპერატორი ქალის ირგვლივ? საქმე რა შეეცით, მეგობრებო? ცოტეთ ბუმერანგი მიიღო თქვენგან ადამიანმა. მე აქ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანმა ბუმერანგი უკვე მიიღო თქვენგან, თუ ეს გაინტერესებთ. და ბუმერანგი დროს არის ადამიანი, რომელიც ან უშუალოდ დაინტერესებულია ეზოთერიკით, ვთქვათ, მაგიური ასპექტებით, მაგიური საკითხებით, პატარ-პატარა ჯადოქრობებით, ხო? ჩანს, რომ ადამიანს ქონდა გარკვეულწილად გამიზნული, გარკვეული ნეგატივის გამოშვება თქვენსკენ, მაგიური ცოდნით მის გარეშე, მაგრამ ადამიანმა ბუმერანგად ზუსტად ეს მიიღო. ადამიანმა მიიღო ბუმერანგად საკუთარი ნეგატივი. ადამიანმა ბუმერანგად მიიღო იცით, ეს ადამიანი ძალიან ცდილობს, რომ იყოს წარმატებული. ეს ადამიანი ძალიან ცდილობს, რომ იყოს ძლიერი, იყოს ცნობილი, არ ვიცი თუ ეს რამეს მოგცემთ, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ
საზოგადოებას მაქსიმალურად დაანახოს საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. თავებზეც კი შეუძლია ამ ადამიანს რომ გაიაროს და ბუმერანგი ამ ადამიანს უკვე თქვენგან ქონდა მიღებული და ეს არის ის ბუმერანგი. კიდევ ერთხელ არის აუცილებელი ახლა აქ ჩვენ განვიხილოთ მაგიური ზეგავლენა, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანს აქვს ენერგეტიკა, მოდი ასე ვთქვათ, არის ესეთი ბუნებრივად რომ აქვთ თვალი ადამიანებს და ბუნებრივად რომ აქვთ ეს ენერგია, როდესაც შეუძლიათ ამ ნეგატივის ფორმირება ყოველგვარი ვთქვათ მაგიური რიტუალის გარეშე და გაშვება ადამიანთან მიმართებაში. მაგალითად ადამიანს რომელსაც აქვს ვთქვათ აი თვალიან ადამიანებს რო ეძახიან, ენიან ადამიანებს რო ეძახიან, ხო აი რაღაცას რო უსურვებს მეორე ადამიანს და ეს რომ მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ მუშაობს, ხვდებით ხო? ეს უფრო მეტად ერგება თქვენს რეალობას, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასევე ყოფილიყო გარკვეული მაგიური ნეგატივი. მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე ადამიანში არის ლარვა. ანუ ნახეთ, ადამიანში არის ლარვა, რომელიც მას ადენინებს ისეთ საქციელებს, რომელიც თითქოს ერთის მხრივ აი მისთვის მას რაღაცა წარმატება აქვს, თითქოს შეხედავ წარმატებულია, თითქოს შეხედავ ადამიანს ყველაფერი აქვს ხო, მეტად თუ ნაკლებად, მაგრამ ეს ლარვა ერთ ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს ადამიანის ცნობიერში და ეს არის ის, რომ ეს ლარვა მას აგიჟებს, რომ ის განსაკუთრებულია, აგიჟებს, რომ ის შესანიშნავია, აგიჟებს, რომ ის უნიკალურია. მიხვდით ხომ? და შესაბამისად, როდესაც ადამიანი ამ ილუზიაშია, რომ ის საოცარია, რომ ის ყველაზე საუკეთესოა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, თითქოს ერთის მხრივ რეალობა მას კაცად მეგობრებო გაითიშა, ხო, თითქოს ანუ რეალობა მას ეთანხმება, რომ ესეთი კარგია, ესეთი საუკეთესოა, ხო, თითქოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე ცუდი, რაც ამ ადამიანის ცხოვრებაში ხდება, არის ის, რომ უცებ აღმოაჩენს, რომ მარტოა. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან მარტოსული, ძალიან ნატკენი გულით, მოდი ასე ვთქვათ, და ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ეძებს ადამიანებისგან აღიარებას, ეძებს ადამიანებისგან ტაშის დაკვრას, ეძებს ადამიანებისგან ადამიანებისგან იმის მიღება, რაც მის დაზიანებულ ეგოსა და თვითშეფასებას ცოტა ხნით მაინც ასიამოვნებს, მაგრამ საბოლოო ჯამში რეალურად შიგნიდან ხო სული სიღრმეში ადამიანი ძალიან მარტოა. და მისი ბუმერანგი არის ზუსტად ის, რომ ამ ადამიანში არის ძალიან ბევრი ბოღმა, სხვათა შორის. ამ ადამიანში არის ძალიან ბევრი ბოღმა, ამ ადამიანში არის ძალიან ბევრი სიბრაზე, იმიტომ რომ უნდა იმაზე ბევრი ვიდრე აქვს, მაგრამ ვერ იღებს იმაზე ბევრს ვიდრე აქვს, იმიტომ რომ აი ეს ლარვა, რომელიც ზემოთ ვახსენე, აი ასე ეთამაშება, ხო, თითქოს არ ბენინებს, ეს სარბენ ბილიქზე, სადაც ბოლოში წერია წარმატება, თითქოს მიდის ამ წარმატებისკენ, მაგრამ სარბენ ბილიქზე ხო ვერ გაირბენ, ხო, მანძილი ხო არ შეიცვლება გულის ხომ სარბენ ბილიქზე დარბი ხარ ერთ ადგილზე უბრალოდ. აი ზუსტად სარბენ ბილიქზე დარბის ეს ადამიანი, ხვდებით ხო? სარბენ ბილიქზე დადის. ყველანაირად ცდილობს, ხან იქიდან მოუდგება, ხან აქედან მოუდგება, ხან რაღაცას მოიფიქრებს, ხან იქიდან მოიფიქრებს, ხან აქედან მოიფიქრებს, ხო? მაგრამ მთლიანობაში ადამიანი არის უმეტესად ილუზიაში აგდებს ის ლარვა, რომელიც მე ზემოთ ვახსენე. წარმატების ილუზიაში აგდებს ეს ლარვა. მერე ფხიზლდება ადამიანი ამ ყველაფრისგან, ხვდება, რომ ტყუილა ირბინა ეს წარმატების ეგრეთ წოდებული მარათონი, ხო? მაგრამ ესე იგი ხო.
თან მარტივად უნდა ეს ყველაფერი მიიღოს. მოკლედ, ბევრი პრობლემა აქვს ადამიანს, მაგრამ ყველაზე დიდი ბუმერანგი ადამიანის არის ის, რომ დაუბრუნდა ეს ყველაფერი, რაც თქვენ გისურვათ. შემიძლია გითხრათ, რომ სიტყვა-სიტყვითა და ქმედებით ეს ხუთშორის შეიძლება მის ვიზუალურ მხარეზეც აისახავ, თქვა თუ კი აკვირდებით ადამიანს ვიზუალურად. და ის, რომ ადამიანი არის ძალიან მარტო და ის, რომ ყავს ლярვა, რომელიც მას აგიჟებს და არბენინებს წარმატების მარათონის გზაზე, რომელიც უბრალოდ არ სრულდება, იმიტომ რომ ეს არის სარბენი ბილიკი. სინამდვილეში წარმატებას ღებულობს სხვა ადამიანი, თვითონ კი ხვდება, რომ ყველად ირბინა ამდენი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არის იმიტომ, რომ ადამიანი შეპყრობილია აღიარებით, ძალაუფლების სურვილით, გარედან უნდა რომ ქონდეს ეს აღიარება. ვერ იღებს ამ აღიარებას, ან თუ ვინმე აღიარებს იმიტომ, რომ გამისგან გარკვეული სარგებელი მიიღოს და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი ხვდება, რომ როგორი არაგულწრფელის თვითონ არის სამყაროს მიმართ, ისეთივე არაგულწრფელი არიან ადამიანები მის მიმართ. აი, დაახლოებით ესეთი ისტორია არის ამ ადამიანის თავს. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი ვნახოთ, რა ენერგიებში არის ადამიანი ახლა. ეს არის რვიანების ხმლები, შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა, შეიძლება იყოს შიშები, აკვიატებები, წოლითი რეჟიმი, მაგალითად თუ კი ადამიანს აქვს რაიმე მსგავსი, ამასაც არ გამოურეცხავ. ხო, კიდური შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სივრცე, საიდანაც ადამიანი ვერ გამოდის, არ გამოდის, ხო? სასჯელ სიხდის სიტყვაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი არის რვიანების ხმლებში. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ცხოვრებაში ახლა არც თუ ისე კარგი პერიოდია. რას ეხება მისი რვიანების ხმლები? მოდით ვნახოთ, ათიანების კვერთხები. ათიანების კვერთხები, ძალიან ბევრი აგრესია არის მისი ირგვლივ და მასშიც ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტი, მასშიც ბევრი აგრესია და მის ირგვლივაც ბევრი აგრესია არის, ხო? თითქოს ადამიანი ცდილობს ბევრი რამ აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ხედავს შედეგს ვერც ერთი მხრიდან. ხო, ეს ის მომენტია, როდესაც ბევრი მაქვს საფიქრალი, ბევრი ფიქრები მაქვს თავში, ბევრი იქ ვალდებულებები, იქ საჭიროებები. და ამ ყველაფერს ვერ იღებს ადამიანი და შესაბამისად არის გაბრაზებული და შესაბამისად გაბრაზებული ადამიანის სამყაროში ირგვლივ ყველაფერი გაბრაზებულია, ხომ ასეა? ყველაზე მეტად სად აქვს პრობლემა ადამიანს? ვნახოთ. ფინანსებში აქვს ყველაზე დიდი პრობლემა. ფინანსებში. მცით რა არის ფინანსებში აქვს ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანმა არ იცის სამყაროსთან ურთიერთობა. ადამიანმა არ იცის როგორ გამოხატოს ემოციები სწორად. ადამიანში არის ძალიან ბევრი დათრგუნული ემოცია, ძალიან ბევრი სიბრაზე, დიდი ალბათობით. არ აქვს ქალი მამაკაცის, არის ჰორმონალური ცვლილებები, ეს არის ფარისებრი ჯირკვლები, შეიძლება წონის ცვლილებაც იყოს, არ გამოურეცხავ ამას, ხო? ნევროზული ფონი ძალიან იკითხება. კიდევ ყველაზე მეტად ისიც სადუჭერს ადამიანს უნდა რომ რაღაც დაიწყოს, რაღაცა ისეთი ნაბიჯი გადადგას, ვთქვათ, რაც ერთი, მოდი ასე ვთქვათ, გამონათებით გადაჭრის მის ძალიან ბევრ პრობლემას, მაგრამ პრობლემები არ იჭრება, ხო? ამიტომ ადამიანი როგორც უენერგიო, აი ესეთი ბატარეა, რომელსაც ენერგია არ აქვს, რომელიც დამჯდარია, აი ესეთი ენერგიები მოდის ადამიანისგან. ეშინია იმის დაკარგვისაც ეშინია, რაც აქვს. იმის დაკარგვისაც ეშინია, რაც აქვს. ბევრი აგრესია ადამიანის გვერდით, ბევრი სირთულე ადამიანის გვერდით. ნახოთ რა ბუმერანგი მიიღო ადამიანმა თქვენი წყენინებისთვის, რა ბუმერანგი მიიღო ადამიანმა ფინანსებზე დაარტყა. უყვარს ადამიანს კარგი ცხოვრება, ვის არ უყვარს. მაგრამ ამ ადამიანისთვის
სადაც მიდის ყველგან წინააღმდეგობა საწყდება. უნდა კარგი ცხოვრება, უნდა უზრუნველყოფილი ცხოვრება, მაგრამ ვერ იღებს ვერც ამ უზრუნველყოფილ ცხოვრებას და ვერც ამ აქტიურობას, რომელშიც დებს ენერგიას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველგან სირთულეებს აწყდება. ადამიანი ყველგან აწყდება სირთულეებს. ფინანსებშიც და ვერ რეალიზდება, იმიტომ რომ სადაც ფეხს დგავს, ყველგან კონკურენციას ხედავს. იცით რა არის, ზოგადად ეს ადამიანი ძალიან ბევრი კომპლექსებით არის და შესაბამისად ვინ ხედავს ხო თავის ირგვლივ მუდამ კონკურენტებს, რომელიც მუდამ კონკურენტობს სხვებთან. აი ეს შემიძლია გითხრათ და შესაბამისად ეს არის ადამიანი, რომელიც ვერც კი ხვდება, რომ ამ ვთქვათ, მუდმივ შეჯიბრში, მუდმივ მარათონში, მუდმივ ეგოების და კულტუების დატოლებაში, საბოლოო ჯამში ადამიანი ვერაფერს ვერ აღწევს, გარდა იმისა, რომ სხვები თავიანთ საქმეს აკეთებენ და ეს ადამიანი ტრიალებს ერთ წრეზე. გამიგეთ ხო? ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი თვითშეფასება, მახინჯი თვითშეფასება, ამას გულისხმობ დამახინჯებული, მანკიერი თვითშეფასება, რომელიც რეალურად მის შესაძლებლობებზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის ფიქრობს. და ამიტომ მას ეს აბრაზებს. ძალიან უნდა კარგი ცხოვრება, ძალიან უნდა კომფორტი, ძალიან უნდა ბაირამობა, როგორც იტყვიან, ხო? მაგრამ ადამიანს ეს არ გამოსდის, იმიტომ რომ თulis რომ იმაზე ბევრ სიმსახურებს ვიდრე აქვს. შესაბამისად რთავს უსამართლობის პოზიციას სამყაროსთან და პრეტენზიებს, რომ იცი რა, მე ამას ვიმსახურებ და შენ სამყარო როგორი უსამართლო ხარ, შენ მე ამას არ მაძლევ. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე ინფანტილური და ყველაზე უპასუხისმგებლო პოზიცია ადამიანის მხრიდან, ხო? ამაზე სტატუსიც დავწერე მზის ადამიანის გვერდზე, ხო, როდესაც მორალისტობ, შენი მორალი შეიძლება კი არა და სამყაროს ნაკლებად აინტერესებს. სამყარო ყველაფერზე ერთს პასუხობს. ეს არის მიზეზ-შედეგობრივი ფორმა და შენ თუ შენი გაბერილი ეგოთი, შენი მორალისტობით, შენი პრეტენზიებით, რომ აი მე რატო არ მაქვს იმდენი რამდენი სხვას აქვს, ხო? სულ მუდმივად იქნები აი ამ პროტესტების და აი ამ პრეტენზიების ენერგიებში და ყველგან ყოველთვის მოგეჩვენება, რომ ხაც პირველ რიგში, ხო, მოეჩვენება უბრალოდ თქვენს არაკეთილის მსურველს, რომ სულ ვიღაცები ებრძვიან, ვიღაცები ქვემოთ ქაჩავენ და მას ასეთ კარგს, ძლიერს და ასეთ საოცარ სამყარო ვერ ამჩნევს, ხვდებით ხო? ესეთი საინტერესო პასუხები გვაქვს ჩემო ძვირფასებო ბუმერანგებთან დაკავშირებით, ესეც უცებ ექსპრეს გაშლა გავაკეთე, გადავხედე თქვენთვის საინტერესო თემას, რომელიც გაინტერესებდათ რამოდენიმე თქვენგანმა დამიწერა, რომ გინდოდათ ბუმერანგის ნახვა და აი ინებეთ, ეს არის პასუხი, მაგით დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.